ნახე როგორებით მოგივიდა. შეხედე რა ზეიმია. სანამ ჩვენ დიდ თოვლობის გამო ვიშვიშებდით და Facebook-ში ვაწყაპუნებდით, ჩვენი აჭარელი ქალები არ მოცდნენ და ნახეთ რა ნამუშევრები გამოგვიგზავნეს. ყუთებით და დიდი ბარდანებით. როგორი წინდები დაგსოვეს და გამოგზავნეს ნახეთ. ჩვენი ყორჯუმელი ქალები. ეხლა იქ 2 მეტრი თოვლია. აგერ სიაც მოაყოლეს რა გამოგვიგზავნეს. აბა შეხედეთ ამ ქართულ წინდებს. როგორები მოხსოვეს ნახეთ. რა ნამუშევრებია, არც ერთი ერთნაირი არა. რაც ასე ძალიან მახარებს, არის ის რომ ეს ორნამენტები აღარ დაიკარგება. ეხლა ნანა ქათამაძე ღორჯუმში აკეთებს ამ ყველა წინდის ორნამენტს, სქემებს და ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ პატარა კატალოგს, სადაც იქნება განაწილებული, განთავსებული ეს ორნამენტები. რომ ეს ორნამენტები არ დაიკარგოს და ვისაც მოუნდება ყველამ შეძლოს ამის გამეორება. თუმცა ეს როგორ გამოვა არ ვიცი, აბა გაგიჟება შეიძლება ისეთი ნამუშევრებია. მატყლის ასე დამუშავება. ნახე როგორია, არც ერთი ერთნაირი არა. და რაც ასეთი სასიხარულოა მოხუცების გარდა, ეხლა უკვე ახალგაზრდებიც ქსოვენ. ჩანთებისთვის პატარა ნაჭრებს კერავენ, პატარა ნაჭრებს ქარგავენ და შემდეგ ჩვენ კერავთ უკვე გამზადებულ ჩანთებს, სარჩულებს უკეთებთ და ჯიბეს აქაც ასე ჯადოსნურად მიუკრავთ. ნახე, რა საყვარლები არიან. ასე კერავთ მერე ჩანთებს. ამასობაში დავიმარხეთ ნახარგებში აღარ ჩანვარ. მე მგონი იმდენი გვაქვს მომავალი 10 წელი გვეყოფა. ხებია მე მგონი რა? ხებია ეს. რამშვენივრად დაუპიწყინებიათ და როგორ დაუთავებიათ. სურგებზე ჭრელ-ჭრელი ყვავილებით და ჩიტებით. ნამდვილი. ესეც სხვადასხვა არც ერთი ერთნაირი არა. პატარა ნაკუწებსაც არ კარგავენ და ასეთ ლენტებად გვიგზავნიან დაკარგულს. მერე ჩვენ იმისგან კერავთ ასეთ მუთაკებს. მე მგონი მუთაკა არსად აღარაა. იმიტომ რომ ფული აღარაა მუთაკაში შესანახი და დაკარგა მუთაკამ. ნიშნულობა. სუფრებად, გადასაფარებლად. როგორი სიფერადია ნახე. ზეიმია, ზეიმი. ეს ჩვენი ცნობილი ხოხობი. დაბრუნდა ხოხობი. თეთრს განსაკუთრებით უხდება, თუმცა ტილოებზე გვაქვს ჭრელი ტილოები. ესეც ჩვენი ძველი ჩიტები. დიდი მადლობა ჩემო საყვარლებო და ძვირფასებო. თქვენ ხართ სიმდიდრე ჩემი პატარა ქვეყნის. თქვენი ფერადოვნება ჩვენი ნამდვილი სიმდიდრეა. დიდი მადლობა თქვენ ასეთი სიმარჯვისთვის, სიყოჩაღისთვის, თქვენი სიწყნარისთვის, თქვენი ხმარო არავის არ გაუგია ისე რომ შრომობთ. დიდი მადლობა ჩემო საყვარლებო. გეფერებით. სულის შემსრელი